მეშინია იმის, რომ ვარ გოგო, რომ ღამე ქუჩაში ვინმე ამეკიდება და რაიმეს დამეშავებს და საზოგადოება ყველაფერს მე დამაბრალებს და არა მოძალადეს. როგორ მოვიქცე. ეს არის ანონიმური წერილების მე-12 ეპიზოდი და ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი უპასუხებს ჩვენი გამომწერების ანონიმურ წერილებს. განცდა იმისა, რომ იმის გამო, რომ გარკვეული გენდერი ვარ, რომ შეიძლება რაღაცა საფრთხეს დავექვემდება, რომ ალბათ ჩვენ საზოგადოებაში გარკვეულად აქვს ამას საფუძველი. მეორეს მხრივ, თუ ასეთი შიში ჩდება, შიში არის ერთ-ერთი საბაზო ემოცია. აი რა არის საბაზო ემოციები? შიში, რისხვა, სიხარული ბედნიერება, ზიზღი, საბაზო ემოციები გვიცავს. აი შემეზიზღება არ შევჭამ თქვა გაფუჭებულ საჭმელს. ბედნიერი ვარ, გავიმეორებ იმ ქცევას, რომელიც მაბედნიერებს და ასე ვთქვათ, რაღაცებს მივაღწევ. გავბრაზდები, ეს ნიშნავს, რომ წითელი ხაზები არის შემოხაზული და არ უნდა გადაკვეთონ ჩემი წითელი ხაზები და ეს ინფორმაციაა ჩემზე და მიცავს ენერგიას მაძლევს, რომ ვიბრძოლო და შიში თვითგადარჩენაში მეხმარება. ალბათ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი უნდა პატივისცეს და მიიღოს თავის შიში. მეორე მარტო შიში არ კმარა. შიში იმის სიგნალია, რომ რაღაცა უნდა გააკეთოს თუ ამის ეშინია. მაგალითად, არსებობს ხო ფიზიკური დაცვის კურსები, არსებობს აიკიდო, ტაეკვანდო, ბევრი არსებობს. ეხლა განსაკუთრებით როგორ დაიცვა თავი თავდასხმის შემთხვევაში და ვურჩევდი, რომ ეს შიში გამოიყენოს სწორედ საწვავად, სტიმულად, რომ ამ მიმართულებით თავისი თვითდარწმუნებულობა გაზარდოს.